აჰა, ესე დავჭდები. იყავი ეს დავჭდები. გავარჯობ. საღამოში დობის 7 საათია, 10 ეკლი. არ გაგეკვირდეთ ესეც ჩაცმულ დახურული რომ ვზივარ, იმიტომ რომ აბანოსთან ცოცხალი რიგია და ველოდები ჩემს. ხო და ისა რა. მადლი მომივიდაო დავჭიქი და რა ვიცი, მეგოდი გესკაბიერად თუ შევიტანენ და კაი მექისეს და მიქირავებენ. აუ დღეს იყო სიასაგიჟე 6 საათზე, ზუსტად 6 საათზე გამოვედით იქიდან. ზუსტად 6-ზე. და თან ბოლომდე ვერ მოვაყუთები, ანუ ხვალედილის შეკვეთისა ყუთები ვერ მოვასწაით, მაგრამ ეგ წამიერი საქმეა, ხვალედილით ვიზავთ. თანარჩენი ყველაფერი, რა ვიცი, 1, 2, 3, 4 სახეობის თევზი. აი არ ვიცი. აი ეს ნეკათითი მაქვს ცერამეტი. ნეკათითი გავიჭერი ზემოდან ქვემოთ ბალიში. სტავრიდის ფხით. ანუ რო რეცხავთ და რაღაცა სტოვხეში ფხები აქვს და ვიცი რომ უნდა მოვფრთხილდე რა და ანუ არაფერი პრობლემა არ არის და რო ავიღე, ანუ ესე უნდა აიღო და გადადო და აი ესე ავიღე და გადავდე და ხელი რო გამოვწიე და აი გაჭრილი მაქვს ჩვეულებრივ. მომდიოდა სისხლი, ხე იქ და ხო და აფეთქი და ეგრევე დავიბანე სიწყლი და მეორე ხელთათმაში ჩავდე ის ხელთათმანიო და მიმთავრები და ისეთმე თან მერე მარილის ამბავს და მეთქი ახლა იმაში რომ მარილი ჩამივიდეს ვეღარც დამიჭერე და ეგ გამოვარდნილი ყავ. აუ სადღაც 3 საათისთვის დღეს ქალებიდან მარტო მე ვიყავი და ამიტომ საჭმელი მე უნდა გამეკეთებინა რა. ხან ვაკეთებ ხოლმე, ხან თვითონ თუ არიან ხოლმე და კაი სოუზი ავაგდე. ხო და დაახლოებით 3 ხო აი მასე. და რო დავამთავრე რაღაცა გავშალე სუფრა და გაველი დაუძახო მეთქი და ბაზრობის მხარეს ბაზრობიდან ახლოა ბაზრობასთან და ესე იგი აი როგორც ქარბოლბარა ხო გინახიათ აი დიდი ქარბოლბარები ეგა ხო გინახიათ ოღონდ აი ამერიკაში როა დიდები რაღაცა აი ზუსტად მაგხელა ეგეთი როგორც აი მართლა ტორნადო რო ეწოდა რა კარგი ტორნადო ვიდრე ქარბოლბარა თუ ტორნადოს ხო არის ტორნადოც ეგა ეგეთი შავი აი უკუნეთი შავი კვამლი აი შავი როა ხო ზუსტად ეგეთი აი ესია აი ძალიან მაგარი ამინდი იყო დღეს მზე იყო მაგრამ მზე იყო დამალული ესე ხვადიოდა და ესე გაშლილი იყო მთელ რა ვიცი სივრცეზე ხო და ესე იგი ანუ იმ ადგილას რო ვარ თხოვნდა რაღაცა რა ცოტა ისე ჩანდა რომ ანუ თითქოს ქვემოდან რა და ანუ მე ის არა მაქვს ერთ ადგილას რო ხარ აი მის შეგრძნება მეკარგება სანამ იმ ადგილს ეგრეთ წოდებულად დავამუღამე კოკი აღმოსავლეთ დასავლეთი ანუ რა ქვია მაგას აი იმის მეკარგება რა სანამ მივხვდები საით რა არის და მეგონა რომ სადღაც ქვემოდან და თურმე ჩვენ ისე ვართ რომ პირდაპირ ბაზრობას ვუყურებთ რა და თურმე ბაზრობიდან ამოდის ვინც იცის ბაზრობაზე 7 სპილო რო არის მარცხნივ სავაჭრო ის რო არის იმის უკან დიდი შენობა იყო ერთი და ის დამწვარა ბაზრობაზე დიდი ამბავი ყოფილა მოკლედ და ეხლა რომ მოვდიოდით ეხლაც ისეთია რა მაგრამ აი შავი მუქი კვამლი აი რეზინა რაღაცა რო დაიწევა ხო იცი და ეგეთი საშინელება ამოდიოდა და აი რო გავიფიქრე ხა რომ იქ ხალხს ხო აქ რაღაცა რა ვიცი მე მგონი რაღაცა პროდუქტი ხო იქნებოდა რაღაცები ხო იქნებოდა და კაცმა იცის რა ხელა ზარალია ხალხისთვის იმედია ანდაზღვეულია რაღაცები მაინც იქნება იმიტომ რომ აი მე კოკი ჩუმად იყო როგორც კი დავიწყე ესეც ატყდა ახლა ვიდეოსაც ავტერ აბანოს რიგში
ის ხო იყო წოლიარეც იყო ბარბარე დორ გახარ რა ქვია დგომიარე ეხა მჯდომიარე აბანოს რიხში მჯდომიარე ვლოგი ერთი დიდი ის გამოვა ეხლა ესეც უნდა შევაგდო ფალამდე კი გაშრება ხოდესით ეგეთი ის მოხდა რა ბაზრობაზე აშკარად და ცუდია თუ ვინმეს რაღაცა ვალები აქვს და დაზღვეული არ არის ან რაღაცა რომ აი არ ვიცი მაგ დროს რაღაცა რა უნდა ქნეს ადამიანმა აი ასე შოკში ვარდება იცით რა წვნიანი მივიცხე იქა ჩვენი გემრიელად მივიშვით კაი ამინდიო მართლაც აი ის რო გითხარით მაგიდი საწყობა მინდოდა აისა დრო არ მქონდა ერთი წუთი არ ერთადერთი აი დავჯექი რომ უნდა გვეჭამა საჭველი ალბათ გამოწიათ 15 წუთი იმიტომ რომ რაც უფრო სწრაფად მორჩებოდით ჩვენი ხეირი იყო და წამოვიდოდით დროზე რა და აი იცი როგორ ვიმუშავეთ აი 4 ვიყავით ჯიჟებივით ვიმუშავეთ და ის არის 6 საათზე ზუსტად 6 საათზე მოვჭით ანუ განა ვინმე გიშლის დაჭდომას დაჯექი და გეტკინა წელი დისაქენი მაგრამ დროზე რო გიგაწამოსლა თორე ყავას ვსვავთ ხოლმე ორჯერაც ვსვავთ ყავას სამჯერაც ვსვავთ ყავას და ყავას რო ვსვავთ ხოლმე დაყურებული მაინც ფეხზე ვდგევარ აი ესე ვდგავართ ვსვავთ ყავას და ვიწყებთ დააჭეში კაი ეს კამის მეტი რა გარეთ ანუ გუში ხო მოვალაკეთ რაღაცა და აი ისეთ სიტუაციას გავაკეთებ ეხა კაი კი არა კაი ამინდებია შუადღით რო ყავას ვსვავთ ხოლმე მაგ დროს გახვალ დაჭდები ის 5 წუთიც რამია დღეს ინამდვილეში მეორე ყავა არ დაგვილევია იმიტომ რომ მართლა არ გვეცალა ხალხო არა დავლიეთ როგორ არა გია მოვაკლო ამახსენეთ ჰუი ხვალინდელიც დღეს და ზეგვისვენებ ზეგრო დავსვენებ მინდა რომ ეს განათებები იქნებ მოხსნა რაც მე გავუკეთე და დანარჩენს ალბათ ლაშა მოხსნის იმიტომ რომ იმაზია ხეივანზია და მე წამოპროწიალდები მაგერად ჩამოვარდები ესეც ეს ეხა რომ რამდენიმე კომენტარი მოვიდა რომ ლაივი ჩართე ხარ აი ხა წარმოგიდგენიათ რომ მე ლაივს ჩავთავ აეხლა აი უბრალოდ თევზი არ ბაგდია ზეთ თორე ხა თევზი ინტანსაც მთავაზივარ მაგრამ შეგრძნება მაქვს რმასეთი და ანეხა რო შევარ მე რო გამოვხვალ მე უნდა გადავავლო თვალი რა გვაქვს საჭველი რა გვაქვს ხვალისთვის ბავშვებს დაუტო პლუს ეხლა რაღაცა ხელს კი წავლებენ ხოლმე ბავშვები მაგრამ მე ესე კონტროლკაუთ რაღაცას ვეძახი ხოლმე მაგას გავუკეთებ რომ ხვალედი ისთვის იყოს სუფთა აი მაგალითად დილას ჩაი ხვავა დუღე ნახე კეთლისე ვაკარი მე რა ვიცოდი თუ აკეთო მე არ ვიცოდი იმას არ ეცალა აი მან არც იცოდა სხვათა შორის ეხლა ეს აქროდებ ზემოდან ადევ ყველაფერი არაჩანს არც ენა არა გამუბედურს რომ დაიძახოს ჩამიტანეს აბა რომ ეცადინაო შეხველი ოთახში გამოხველი ანუ ამ ტერიტორიაზე არ მოსულ ხარ მეცადინაობდი და ის კისრის ის გეკეთა რა ქვია ფიქსატორი ეი დედას გაუქრი გათხოვება კარგა გიდა შენ არიყავი აქ რამდენჯერ ჩახვედი დაბლა აი მას რამდენჯერ შეხედე თან ვერცხლისფერი აი ხალხნო არა თვალში არ მოგხვდება ამის მერე მოგხვდება თვალში რომ მოვალ კეთლი არ მოგხვდება პრინციპში კეთლი მოგხვდება ისწავლე გაკვეთილები ყველა მათემატიკა მქონდა
ინგლისური? და კარგი. ხვალ არა გესწავლა მე რა მოხდა? აი მე ჩემი უცნაური ყვავილი უნდა განახოთ როგორ მეშინი არ გადაგწეს. ანუ ერთ ვერაფერს ვერ შეუკონციელებ. აი იცით რა წვრილია ხა შეხედეთ რა საყვარელია. და ამას ეხა არა აქვს. მაგრამ ამას აქვს უსაყვარლესი ყვავილი და ანუ აი ამ სიმაღლე იყო, აი ზუსტად აი ამ ფოთლის სიმაღლე იყო, აი დაიცა აი ამ ფოთლის სიმაღლე იყო, რომ მომცეს და ისა. ერთი ბეწო ყვავილი ჰქონდა, ისეთი საყვარელი იყო და ეკიდან გამოსდის ტოტი. ეხა ნახეთ როგორი არის და წარმოიდგინეთ ეს რო ყვავილს გამორაიკეთებს, ნახეთ რა ლამაზია, აი ნაზია რაღაცნაირი და სულ ვთხრილობ ხოლმე ამასთან ბავშვებს რა არ წმიდიან, მაგრამ აი არა, აი არ შეეხოთ არაფერი და ჩემი თუთა კიდე. ველოდები ამას რომ წესი თუ ნახონდეს, მე რაღაცა გამოსდის ხალხი, მე მგონი საყვავილია. ძალიან საყვარელი. ამას თუთას ვეძახი ფოთლების გამო. თორე ნახეთ როგორია და ყვავილია ძალიან ლამაზი. ეხა დაიწყებენ ჩემი გოგოები გაყვავებას და ერთი სული მაქვს, მაიკალო კალახოვე გაყვავდეს. აი რაღაცა რომელი ფერები მაქვს იმაში არეული არ ვიცი, მაგრამ ულამაზესი უნდა იყოს და განახებთ. აი ქცია თუ გაფხაჭნილები მაქვს და მარილი ჩამივიდა. აი მე აღარ გათავისუფლდა ადგილი. ყავა მინდა. აი ხლა ისე კაი გოგო იქნები რომ დაგედგა ყავა ჩემთვის. აი და მე რა ვიცოდი. ყავას დავდგავ. იქიდან ვისი იყო შენია? თუ მამას. იქიდან რომ ამოვალ ყავას დავდგავ. სანამ მოვშრალდები. ადუ ხდება ყავა. არ მინდა მადლობა, აი, ქანდევარ შენი პატივისცემით და იმით და ამით. ვაიმე. იმ ფერად კატას რა მოხوارე ჭირს. აი, ფსფს ეუბნე და არ მოდის? აი, გეუბნა. ფსფს. ყველა მოდიოდა გუში. ფერადი რომელია შვილი? აი, ჭრელი რა, ყველაფერი როზედა აქვს. არა, ეგ ძალიან ჭკვიანია. ძალიან უყვარს თამაში, მაგრამ მე მაგის ხმა დაკნავლება არ გამიგია. აი ეს ორი რო ჩამოგაჭამს თავპირს, მით უმეტეს ის დიდი. შუალაც ისეთი მწვანე თვალებად ჩემი ლამაზი და ეს აი გადაეკეთა. საერთოდ ის არ აქვს. ხმას არ იღებ შვილო და რა უნდა არ მოდიოდა რო ეძახდი. ეხლა შენი რა თქმა უნდა სამი. აი რო დამინახავი და პატარა ბავშვები რო შემოვარდებია, ხო იცი, მიყიდე. დამინახავენ ეს კუდები აქვთ ესე აშვერილი და ესე დადიან. დადიან ეს მომიქუჩდებიან და ეს ჩავიხუტებ და მელოდებიან რომ გეფცე ვიციან რომ ალბათ თევზი უნდა ვაჭამო და ხარ მომიტანია რა თქმა უნდა ყოველდღე თევზი თხოვარი მართლა თუმცა იცი რამდენი გადავყარე იქ არიან რავი გადმოყრილი კატები თუ გამოყრილი კატები და მიმაქ ხოლმე ცოტა მოშორებით რა თქმა უნდა რომ არ მიეჩვივნენ აქეთ ხარეს და დაუყრი ხოლმე იმ თევზს რა და კაი ბლომად გამოვიდა ის წნიკბაკი თევზები და არ წამოვიღე იმდენი აქ ხვალე თუ იქნება ხვალ წამოვიღებ რომ მომაკვირამდე გამოუზოგო ქათმებით შევიყვანეთ ხო დიეტას რა შეეხება ღმერთო ჩემო რა დიეტას კაცო ანუ გადავწყვიტე არ გაგეწინო თუ ხო დასყეთ ნელა შემოგაპარეთ გადავწყვიტე რომ ხუთშაბათი რომ მუშაობ გინდა არ გინდა რაღაცა გეჭმეინება დილითაც ცოტა შევჭამთ ხოლმე ხან ვინ წახან მე წავიღებ ხან ვინ და რაღაცა ცოტას გვაქვს ხოლმე რომ დილით შევჭამთ მე შუა დღით ხო ვჭამთ 3 საათზე ხო ოფიციალურად ვჭამთ და რაღაცა მე მოვდიოთ ეხლა საერთოდ არ ამში ყავას დავლევ და რაღაცა და მე მომშვიდებათ ერთმანეთს ბრძოლები მაქვს ხო და გადავწყვიტე რადგან ესეთი რეჟიმით მივდივარ ხოლმე ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი დიდად ამ ჩემ გადაწყვეტილებას ნუ დაიჯერეთ მეც არ ამჯერებ მაგრამ ესა ხუთშაბათს მაინც უნდა ვცადო მთელი დღის მანძილზე როდესაც მომშვიდება შევჭამო ერთი ნაჭირი ვაშლი ან ერთი ცალი 1 კილოც შეიძლება თავარი ერთი იყოს მე რა ვაშლი უფრო გასუქებს იცი შენი დიეტოლოგის არა ვთქვია ორი ჭამე აუცილებლად უყუროთ ვაშლი არ შეიძლება ან ხინკალი უი ხინკალი გვაქვს საიდან
გადავწყვიტე ეგ პარასკევს გავაკეთო. გადავწყვიტე ეგ პარასკევიდან დავიწყო. აი, მაპატიეთ ესე სიკალი. სიკალი ქონი. წავედით ახლა მე გავაგრძელოთ. ათის ნახევარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნინო მიდის. ნახე შოლე, შეკრული მაქვს ეფიცები, მოიცა განახო? მოიცა? აი? ესეც შეკრული იყო, მაგრამ აი, სადღაც აი რომელი საათზე 7 საათზე დავიწყო ვიდეოს გადაღება იქ რო ვიჭექი. ხარი 10 ნახევარი. ეხა ნინოს ამოხრება და მესაწავალ ნინო რა არ ჩამოწვიდეთ. მესად მივდივარ მივდივარ საუთოვებელ მაგიდასთან. რამე ჩავთათქო ფილმი. არ ვიცი რა ჩავთო. იმიტომ რომ მარტოკა როგორ დავაუთო. Bluetooth mode. ლა. გადაცვალე. ჰა? გადაცვალე. Music mode. Bluetooth mode. ისე ეს მუსიკები ისა რამდენაირია? ერთი მარტოა. მარტო ეგ შხრიალია? ხო. მეტყვი ჩაიტა. გადადის რა. არა, ის მინდოდა შხრიელი. Music mode. არა, კიდე. ბუხრის ხმა? აი ვიციხდება, გადასაწევის. ეს არის ბუხრის ხმა, ის წყლის შხრიალი იყო. ის უნდა ჩაგირთა ხოლმე და ღამე ჩაიცო. ერთი წამი. ეს ბუხრის ხმა. შემდეგ ნახევა. დაიც დამაგზეწავი. ეს ჯიჟვით რო დაწეწილი. ეს წამთება. ეს წეშია. ის მუსიკა მალე გადაველი კაცმა არ იცის. მე არა წევა ხალხო. კაცმა იცის დაბლოკავს ხოლმე აი. ბაღები ხვა და ტიგინი ტიგინი. აი მე ლომიო. მოჩა ანუ რა 7 წელი აქვს 6 წელი. მე გვინდა რა. Bluetooth mode. ყოფა მარტო ეს იყოს. ვიზუალურად არ ჩანს იმიტომ რომ რა ქვია რატომ იმასაკენია ეგოჩირებული ნინოს შეიძლება ხეთხვარგიში რაღაცა მქონდა ეგ მეთქი რა მაქვს აი ეს რეც დღევანდელი დღე გავიყვანეთ თავჭდება და მიდი შემსაწყოთზე და გამოიცვალე. ის რო აქვს ხოლმე ჩართული ASMR-ი. ხო იცით ეგ. ვიცი, ვარსკვლავი უნდა გათიშო, მე მგონი მაგ დროს. უიტე. ერთი წამით, 1, 2 და მესამე. ეს ვარსკვლავია, ეს მარტო ეს არის. ნინო, შუქი ჩაქრე ერთი წამით. ესა აი მე დედა რა მოლანდება სავითარ და შიგ თვალში გაუყარია იმას. ის რო ახოლმე უნდა გაცილოთ ხა მოიცა. აი ესე. TikTok-ზე ხდება ხოლმე ASMR-ი ისი. რა ქვიყაც ვიდეოები, აი თავი კიდე რანაირად უტრიალდება. ხო და რას ვამბობდი? რანაირი შუქია ღმერთო. და ესე ხო შეხედა ხოლმე ახლო.
და ხმები, ანუ მიკროფონი რო უკეთიათ ხოლმე და რელაქსაციის რაღაცა ხმები რო ხოლმე მოკლედ და სინამდვილეში არის რაღაცები, რომლებიც მომწონს. მაგრამ აი მას რო აკეთებ ხო. ვიცოდე? ვაიმე, მაგაზე მეკეტება, ისე მიყვარს. ანუ ეს რა ქვია? ვითომ რაღაცას რო აკეთებენ ვითომის და ანუ ხმებით რო ანუ შე რო უსმენ და ერთხელ მაინტერესებდა და მიკროფონი რაღაცა ნაუშნიკები ჩაუხდე და უსმენ და ესე ვატყობდი რომ ეს თავის ქალა იხდებოდა ნე. ესეთ სიტუაცია ხოლმე. ტელეფონი ესე უდევთ. ხო და ესე კამერასთან აქვთ ხოლმე ესე ხელი რა, ესე რაღაცნაირად და აბა ესე. ვაიდე. სამიხარია წაქცეულ ხარ. ხო და რაზე გამახსენდა. აი ეს აქვთ ხოლმე ჩართული. რო ამშვიდებს რაღაცა რა და ეხა ზედიზე 2 წუთი რომ გქონდეს ნერვოზი გამიჩნდება. ანთე შვილოშუქი. მივატრიალო ეს. მიდი ანთე რა. ვაიმე, მალადეც იმათ ნერვებს, აი ეს ვარ, თვალებში ხუთი ცოტა უკან. ვიდე და რა იყო ეგ? გადავთათ პირველი არა და მეორე ხო? ხო ეს არის? არა. როგორ არის? აი მე ხარ ხო თქვენ რა მოგივიდეთ? 1 და 2. აი ეს არის. всё. თვარი სად არის? აბა. აჰა, თვარიც არის. უბრალოდ აი მე თვალები როგორ მეტკინა. ნინო დროზე წასვლა მინდა. ის ფარდა რაც გამოვწია იმდენად ის აღარ ანესტიანდება. ესე იგი გუშინაც ვამბობდით. გუშინა მყავდა ნინა აქ, ხო გითხარით. მამიდა ჩემი იყო და. უყურე. და ბარბარე დასდევდა რომ ჯერ ესენი მისცა ნინომ და ესენი რომ მისცა გამაჟრიალა და მე ვთხარი ეხლა ზდიე უკაცად მე კედელს არ მიეპაროს და უყურეთ. ეს რატომ გიცდიეს და იშლება. მე არა ბარბარე. ხო და ბარბარე დასდევდა ხო უფრო სწორად. ვაიდე და ესეც დღევანდელი დღე ხალხნებ დაღამდა. ვალინდელიც დარჩა. და სამსახურს რო ვიწყებ ხოლმე მიყვარს ორშაბათი დღე. სამშაბათიც ის 4 შაბათიც მიყვარს რომ ამთავრებ. მეორე ორშაბათამდე. ხო, რას ვამბობდით? იმ ოთახზე და იმაზე გითხარით, ნესტზე და უცბად სხვაგან გადავერთე. ერთადერთი ნესტის გამოსავალი რაც არის და ძირითადად უკვე მარტყოფში მაგეების დაყენება დაიწყეს, ეს არის აი რომ შეიკრება ოთახი, 2 ოთახი ხო დაგვრჩა გასარემონტებელი და ის რო შეიკრება, უკვე იმაზე დავწყებთ ფიქრს, რომ ცენტრალური გათბობა გავაკეთოთ. იმიტომ რომ ყველა ოთახში ერთნაირი ტემპერატურა რო იქნება, აი სხვა ოთახიდან რო სითბო შემოდის, აქ სიცივე როა და უკვე ნესტიანდება, ეგ სიტუაცია მოიხსნებ. ანუ მაგით მკლავდებიან ამ ყველაფერს. რო ნესტია. ასე რომ მაგას ვიზავთ ჩვენც. წავედი ახლა. ამას დავაწვევ. და მე კიდე უთოსთან გავიქცევი, რამეს მომნახავ რომ ვუყურო. საათნახევარი დავაუთო, კაი გოგო ვიქნები. სალამ ფილმი მორჩება და თან საერთოდ გამოირჩევა. დროებით.